მოგესალმებით დავით გალხაშვილი. ეს ვიდეო ძირითადად განკუთვნილია იმათთვის, ვინცაც თქვათ ქონდა ან ქონდა მე ხელისმტეხილობა და რით შეიძლება თქვათ სახლის პირობებში ჩაიტაროს რეაბილიტაცია, რომ აღდგენითი პროცესი წავიდეს ხარისხიად, იმიტომ რომ როდესაც თაბაშირშია ხელი და ამ შემთხვევაში უფრო ვისაუბრებ მაჯის სახსარზე და იდაყვის სახსარზე. თაბაშირს პლუს მინუსი რა აქვს? თაბაშირში რო აფიქსირებს, იქ შეხორცებას უწყობს ხესოს, სწორად შეხორცდეს და ძვალი არ დაიძრას, მაგრამ ცუდი ის აქვს, რომ ცირკულაცია ირღვევა სისხლის და მე ხდება ხოლმე ეგრეთ წოდებული მარილების ჩალაგება სახსრებში და პლუს კუნთების სპაზმები და ეს არის ხოლმე გასახსნელი თაბაშირს მოხსნია ზღუდული მდგომარეობა და ფაქტიურად შემდგომ უკვე ის არის ხოლმე სამკურნალო და არა მოტეხილობა. ზოგადად მარტივ რჩევა, რომ თუნდაც გქონდეთ თაბაშირში, თქვათ ხელი ხო, მეორე ხელი რა ხო ფუნქციონირებს, შეგიძლიათ მარტივად აიღოთ მანჟეტი ხელის და ავარჯიშოთ. ეს პარალელურ დატვირთვას, პასიურ დატვირთვას იწვევს სისხლის მოქცევის გაუმჯობესებას პარალელურ ხელში მიუხედავად იმისა, რომ ეს თაბაშირშია. რომ სისხლის მოქცევამ გარკვეული შეღავათი მისცეს და ნაკლებად ჩალაგდეს ეს ეგრეთ წოდებული მარილები. ვარჯი შეგიძლიათ როგორც ამ პოზიციაში გააკეთოთ, რომ თითება იმუშაოს, შეგიძლიათ გამკლავი გააკეთოთ და ამ პოზიციაში ამუშაოთ. შეგიძლიათ ეს მოუჭიროთ და აი ესენი. ეს ძალიან კარგად ამაგრებს მთლიანად ხელს. ეს ერთი ვარიანტი. ეხლა სახლის პირობებში თქვათ, როდესაც მოხსნილია თაბაშირი და რისი გაკეთება შეიძლება. ვიღებთ პატარა ტაშს, ვასხავთ ცხელ წყალს, სასურველია ზღვის მარილი, ერთი სუფრის კოლზე ამოვიღე, დავყარე და მოვღიე. ეხლა უყურეთ რას ვაკეთებ, ხელს ყოფ შიგნით. ცხელი წყალის პლუსი რა არის? უყურეთ, ცხელი წყალი ზოგადად აფართოებს ის ძარღვებს, უფრო მეტად გამოიყოფ და სისხლის მოქცევა აჩქარებს აღდგენით პროცესს, უფრო მეტად გამოიყოფა ეგრეთ წოდებული ტკივილგამაყუჩებელი ენდომორფინი, ასე ვთქვათ, რომელიც თუ სპაზმია, თუ ტკივილია, როგორც გამაყუჩებელი ისე მუშაობს. პლუს წყალი უფრო მეტ ამპლიტუდის უნარს გვაძლევს, რომ სახსარმა მეტად იმუშაოს, დიდი ვთქვათ, ზედაპირზე როცა მაქვს. ეხლა რას ვაკეთებ? თუ ამ შემთხვევაში როდესაც მაჯას ეხება. ზოგადად მაინც ყოველთვის ელემენტად ქვევიდან ზევით დაიწყეთ დამუშავება, ზეწოლა უნდა იყოს ისეთი, როგორც ქსიამოვნებთ. როგორც ქსიამოვნებთ. ანუ ქვევიდან ზევით როცა მუშაობ, შეგუბებული სისხლი, რომელიც ის გამო თქვა შესიება ხელის, ხო? ხელს უწყობს, რომ კარგად მოხდეს გამოდინება, რომ თქვენ თვითონ ხელს უწყობთ სისხლის მოქცევის გაუმჯობესებას. თანსველი როცა ხელი უფრო სრიალებს და ყველა მხრიდან ელემენტად სასიამოვნო შეგრძნების აღქმის ხარჯზე მუშაობთ. სადაც არ ქსიამოვნებთ, იქ ზედმეტად დააწვევით. შემდეგ ანალოგიურად თითები, როგორც გესიამოვნება, თუნდაც დასრისოთ, აუცილებელი რაღაც პროფესიონალური მასაჟი იცოდეთ, დასრისით, როგორც ქსიამოვნებთ, რომ ეს აუმჯობესეთ თქვენ სისხლის მიმოქცევას. მე ხარ გაჩვენებთ წყალში რო იყოს ხელი და ესე აქაც ყოველთვის მუშაობთ ქვევიდან ზევით, იმიტომ რომ ვენური სისხლი ქვევიდან ზევით მუშაობს და რომ წამოიღოს ეს შეგუბებული ნარჩენი სისხლი, რის გამოც ეს შესიება და აღდგენა ვერ მიდის. ეხლა ნახეთ სახსარში ძვლებს შორის არის ხოლმე ილექება ეს ეგრეთ წოდებული მარილები, ოსტეოფიტები. შეგიძლიათ ეს პატარა ჯოხი იპოვოთ, ესეთი ჯოხები თავისუფლად სუპერმარკეტებში იყიდება, სადაც სუში აქვს ხოლმე, ჯოხებს მოაყოლებენ ხოლმე. ან რაიმე შეიძლება სახში იპოვოთ, წვრილი არის. ვიწო და აკეთებთ რას, ნახე, სადაც დააწვევთ, სადაც ჩავარდნა ხდება, ირგვლივ, ესე წრიულად ამუშავებთ. ნელა თქვენ თვითონ. ანუ ეს აუმჯობესებს ძვლებს შორის დალექვა რო მარილების ოსტეოფიტები ქვია სამედიცინო ენაზე. წყალში რო აკეთებთ ამას, იმას ანთავისუფლებს სივრცეებს. ანუ ეს რაში გეხმარება და შემდგომში უკვე მოძრაობას ხელით რო გააკეთებთ, რო დაახმარებთ, უფრო მეტად გაგიშლით. გესმით? მიყვებით. რაოდენობა შეიძლება მითხრათ, რამდენი წუთი ვამუშავ. რამდენი ხანით ქსიამოვნებს ერთ წერტილზე, იმდენ ხანს გააჩერეთ.
თლიობას მასაჟი აი ესე ნელა-ნელა რომ დაუშავებ, შეიძლება წაიღოს 10 წუთით, 15 წუთით გესმით. აი ეს სიღრმეში წყალში მით უმეტეს გესიამოვნებად კიდევაც ხა და როგორც გითხარით, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, სისხლის მოქცევას და აი ჩაკეტილ უბნებს ესე ხსნით თქვენ თვითონ. მეშუალედებში მე ისევ აი ამუშავებთ ხელს, ყველა მიმართულებით ნელა-ნელა, იქიდან გამომდინარე ახლა როგორ აგაქვთ შეზღუდული, როგორც გიშვებთ ხელი, ისე გააკეთეთ. ერთი ნიუანსი, იმას ვისაც ტირები აქვს დარჩენილი მართულები, ხო, ტოვებენ ხოლმე. რა თქმა უნდა, თუ ძვლებს შორისაა, შტირი არ გეტყვით, რომ გააკეთეთ დიდი ამპლიტუდა, იმიტომ რომ საფრთხილოა ის შტირი აფიქსირებს და შეიძლება უფრო მეტი დაზიანება გამოიწვიოს. ზოგადად ყოველწლიურად, როცა პაციენტი მოდის, მოტეხილობა აქვს და შტირებით მოდის, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარო, ყოველწლიურად რომ რეაბილიტაცია ხარისხიათ ვერ წავა, იმიტომ რომ ის შტირი მიფიქსირებს ის ლითონის შტირი და არ მაძლევს საშუალებად, რომ სიღრმისეულად გავხსნა სახსარი. პლუს ის უცხო სხეულად აღიქვავს ორგანიზმი და ყოველთვის შესაძლება ყოველთვის იქნება სანამ იმას არ გამოიღებთ. ამიტომ გაითვალისწინეთ, თუ გინდათ ბოლომდე აღდგეს, თუ გეძლევათ უკვე საშუალება, რომ ტრამატოლოგმა ამოიღოს ეს შტირები, რა თქმა უნდა ჯობია უნდა ამოიღოთ, რომ რეაბილიტაცია კარგად წავიდეს და სახსარმა უფრო დაიწყოს მუშაობა. ანალოგიურად იდაყვის სახსარში, აი ანალოგიურად როგორც ქსიაუნებთ, ისე ამუშავებთ. ხელით, აი ირგვლივ, აი ეს ისე ვიძახი, აუცილებელია დიდი პროფესიონალი მასაჟისტი იყო. აი დაიზიეთ ჩვეულებით, აი საითაც ისე უფრო ქვევიდან ზეით, როგორც ქსიაუნებთ, თქვენ თვითონ დაამუშავეთ, აი ეს და ანალოგიურად დაამუშავე, ავიღე შტირი, ეს ხის ჯოხი და აი სიღრმეში, სადაც თქოს ჩავარდნა ხდება, ყველგან შევდივარ და ნელა-ნელა ვამუშავებ. იმ არხებს ხსნი შიგნიდან. აი ეს. ისე დავამუშავე, ისე დავამუშავე ხელით. აი ეს დილა საღამოს რომ გააკეთოთ, დამიჯერეთ, აი კარგად თქვენ თვითონ გახსნით თქვენ სახსარს. არის ხოლმე რა თქმა უნდა სიტუაცია, რომ გჭირდება მასაჟის სპეციალისტი. მე საერთოდ ყოველთვის მუშაობ ესე. ის რაც პაციენტს არ შეუძლია გააკეთოს, რა თქმა უნდა იმას მივაკეთებ, მასაჟია, მანუალურია, და რაც უკვე შეუძლია პაციენტს გააკეთოს სახლის პირობებში, მე იმაში აღარ ვეხმარები, ყველაფერს ვაძლევ პაციენტს, რომ ისწავლოს თავის პრობლემის მართვა, იმიტომ რომ ჩემთან პაციენტი არის 1 საათი, სახლში კიდე ამ დანარჩენი დრო ხო და ბევრი დრო შეუძლია დაუთმოს საკუთარ თავის თვითმკურნალობას და შედეგიც უფრო ხარისხიანი და სწრაფია ხოლმე, ვიდრე მარტო სპეციალისტმა მივიდეს, რომელიც 1 საათიანი მკურნალობას ჩაუტარებს და მე გავუშვებ სახლში. სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა, თუ რამე კითხვები გექნებათ, მომწერეთ ჩემს Facebook-ზე, მადლობა ყურადღებისთვის.